პედაგოგების პროტესტის უკიდურეს ფორმას განათლების სამინისტრო დღეს არ გამოხმაურებია. აქციის მონაწილეებმა ღამე სამინისტროსთან გაათენეს ერთ-ერთი მაია ეკალაძე შეუძლოდაც გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება იყო მოსული, თუმცა კლინიკაში გადასვლაზე მან უარი განაცხადა. სკოლის დირექტორობის კანდიდატები მაია ეკალაძე და დავით ფერაძე ხელახალ კონკურსს ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ შერჩევის პროცესი უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით წარიმართა. ეს მოთხოვნა მათ გუშინ მინისტრს პირადადაც გააცნეს, თუმცა შეხვედრის შემდეგ გიორგი ამილახვარმა უარი თქვა პირობების შესრულებაზე, უფრო მეტიც აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ორი ადამიანის პროტესტია და სისტემური პრობლემა არ იკვეთება. მარიამ ჩანტლაძე განაგრძობს ამ თემას, პირდაპირ ეთერში ისგვეტყვის მეც მარიამ გისმენთ. დირექტორობის კანდიდატების პროტესტი გრძელდება განათლების სამინისტროსთან, მათ უკვე ერთი ღამე გაათიეს ღია ცის ქვეშ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ერთ-ერთი მათგანი მაია ეკალაძე, რომელმაც მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას და შიმშილობს შეუძლოდაც გახდა და ექიმების ჩარევა გახდა საჭირო. მე ახლა ვიმყოფები სწორედ აქციის პროტესტის მონაწილესთან, ქალბატონ მაია ეკალაძესთან. ქალბატონო მაია, რომ გვითხრა პირველ რიგში თავს როგორ ვცნობთ, როგორი არის თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და დღეს ხომ არ შეცვლილა რაიმე ხო არ ყოფილა პასუხი შესაბამისი რეაგირება უწყებისგან? კეთილი, ამჯერად თავს კარგად ვგრძნობ, დამეხმარა სასწრაფოს ექიმი, ორჯერ გახდა საჭირო გამოძახება, წნევის დავარდნის გამო რაღაც სასწაული არ მომხდარა ჩემ თავსჯერ და შესაბამისად ვაგრძელებ პროტესტის იმ ფორმას, რომელიც ავირჩიე. მაგრამ ელემენტარული პასუხიც კი არ არის შიგნიდან, საერთოდ არანაირი პასუხი არ არის, თუნდაც ის რომ აქ რომ დგავარ ქუჩაში, რაღაცა ელემენტარული ყოფითი მოთხოვნილებები აქვს, ხო? ადამიანს შიმშილის გარდა რომ შიმშილოს ის მოთხოვნილებები გვერდზე არ გადადის, მაგრამ სამწუხაროდ არც ერთი გულისხმიერი ადამიანი არ აღმოჩნდა სამინისტროში, რომ გამოსულიყო და რაღაცა ეკითხა თუნდაც ჩემთვის როგორ ვარ, რა მდგომარეობაში ვარ, მიუხედავად სასწრაფოების მოსვლისა ორგზის და მიუხედავად ჩემ მდგომარეობისა. ნუ რა თქმა უნდა დავთანხმდი ექიმს და გამიკეთა B ვიტამინი, თუ არ ვწდები, ასე მითხრა. იცით, ცოტა ისა ნახევრად, ასე ვთქვათ, უგონო მდგომარეობაში, თვად უგონო მდგომარეობაში არ ვიყავი, ნემსი რომ გამიკეთა, მაგრამ მალევე გავხდი კარგად მერე. ახსენეთ, რომ საკმაოდ რთულ პირობებში გიწევთ აქ ყოფნა, როგორც ვიცი, ითხოვდით ადგილსაც განათლების სამინისტროში, ფოიეში, რა იყო უწყებისგან პასუხი, თქვენ არ მოგეცათ ხომ ღამის იქ გათავის საშუალება? მაგაზე პასუხი არ მქონია, პირდაპირ მინისტრთან შეხვედრა დაინიშნა ძალიან მოულოდნელად 6 თვიანი ლოდინის შემდეგ. მე ამის შესახებ მოვყევი უკვე თქვენს ეთერშიც და აღარ გავიმეორებ რა საკურველია, არც ერთ კითხვაზე პასუხი არ იყო გაცემული და შესაბამისად საერთოდ სურვილიც კი აღარ მაქვს, რომ კიდევ დამატებით მიმართა. ორჯერ მიმართა წერილით, 4 შაბათს მიმართა მჯდომარე აქციის შესახებ და პარასკევს უკვე მიმართა შიმშილობით აქციის შესახებ. მაგრამ არც ერთის პასუხი არ მიმიღია. ხოლო რაც შეეხება მინისტრის შეხვედრა იყო შეხვედრისთვის, რაც ჩვენ არ გვდომებია და ეგ არ გვითხოვია. ჩვენ გვჭირდებოდა პასუხი. ნებისმიერი საშუალებით, თუნდაც მეილის საშუალებით, სულ არ იყო საჭირო ჩვენი სამინისტროში მოსვლა და აი ამდენი წვალება, ან ჩვენი და ან ვინმეს დროის დაკარგვა. და განათლების მინისტრმა თქვა მთავრობის ხდომის დასრულების შემდგომ, რომ ეს არის მხოლოდ ორი ადამიანის პროტესტი და არ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა. თქვენ როგორ აღიქვით ეს განცხადება ადამიანმა, რომელიც უკვე მეორე დღე აქ იმყოფებით, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავთ, რა არის ამ განცხადების შინაარსი, თქვენ რას აპირებთ, რა იქნება თქვენი გეგმები? უკიდურესი ცინიზმია ბატონი მინისტრის მიერ, ნამდვილად გაუბრაზდი და ნამდვილად არ ველოდი ამას. მე მჯერა ზოგადად ადამიანების საუბრების, დიალოგების და მართალი სიტყვის, რატომაც მეგონა რომ არ გააკეთებდა ასეთ განცხადებას და გააკეთებდა იმ განცხადებას, რაც ეკადრებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ნამდვილად. იცით რა არის, როცა სფეროში მუშაობ, განათლების სფეროში, შესაძლებელია რომ რაღაცა პრობლემა შეიქმნას. ამ პრობლემას გამოსწორება სჭირდება. გაქცევით ვერცერთ საქმეს ვერ უშველით და მით უმეტეს სხვისი დისკრიმინაციით. მადლობა უხმესზე, თქვენ უსმენთ მაია ეკალაძეს
აქტუალურია ეს საკითხი, განათლების ექსპერტებიც საუბრობენ ამასთან დაკავშირებით, მაგალითად შალვა ტაბატაძემ განათლების საკითხების მკვლევარმაც გააკეთა ფორმულასთან კომენტარი და ისაუბრა გამოსავლის გზებზე. იგი აღნიშნავს, რომ ეს საკითხი მოითხოვს დროულ რეაგირებას სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან. თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ მისი კომენტარი. განათლების და მეცნიერების სამინისტრო საუბრობს იმაზე, რომ მან პროცესი გამჭვირვალედ ჩაატარა, ფიზიკურად არ იყვნენ კანდიდატები და ამიტომ სკოლის დირექტორების კანდიდატებად სერტიფიცირებულ კანდიდატებს ვერ წარადგენდა ამ პირობებში. დღეს გვაქვს რეალობა, როდესაც 1200 სკოლა არის დარჩენილი, სადაც სერტიფიცირებული დირექტორი არ არის, რადგან ფიზიკურად არ იყვნენ ან წარდგენილი, ან ფიზიკურად არ არსებობდა ესეთი კანდიდატი. და მეორე მხარეს გვყავს 500 სერტიფიცირებული ადამიანი, რომელმაც დაადასტურეს საკუთარი კომპეტენცია და არ იყვნენ წარდგენილი დირექტორების კანდიდატებად. ასევე გვყავს 162 ადამიანი, რომელმაც სასერტიფიკატო გამოცდა ჩააბარეს და გასაუბრების ეტაპზე იყვნენ დაწურებული. ანუ ერთის მხრივ 1200 სკოლა და მეორეს მხრივ დაახლოებით 700 კვალიფიციური კანდიდატი და რა თქმა უნდა საერთო მიზანი იქნება, რომ ამ სკოლებში წარდგენილი იყვნენ ეს 700 კანდიდატი ხელახალი არჩევნების გზით. დირექტორთა კანდიდატობის მსურველები აცხადებენ, რომ ეს შესარჩევი კონკურსი წარიმართა უსამართლოდ, საკმაოდ ბევრი დარღვევით, მათი მოთხოვნები არის უცვლელი, ისინი მოითხოვენ დირექტორის დისკრეციული წესით არჩევას და ხელფასების მატებას მასწავლებლებისთვის იანვრიდან და გააგრძელებენ პროტესტს იქამდე, ვიდრე მათი ეს მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.